წუთებში აქცია იმართება ბათუმში. შეკრებილები ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ჟურნალისტები უკვე მეორე დღეა იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნა დგებუაძეს იქამდე შეუწყდეს უფლებამოსილება, ვიდრე არ იქნება გამოძიებული მისი მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. ისინი გენერალურ ინსპექციას დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ხმას ძალა არ აქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ხმას ძალა აქვს და ასევე თქვენი ეთერის საშუალებით მინდა გავაფრთხილო ადგილობრივი საჯარო მოხელეები, ვინც მზია ამაღლობელის გაშავების კამპანიაში არიან ჩართულები. ვაფრთხილებ ყველა სახლებში მივაკითხავთ. თავი დაანებონ მზია ამაღლობელის გაშავების კამპანიაში მონაწილეობას, ისედაც ყავს ქართულ ოცნებას ძალიან დიდი დაჯგუფება, ტროლების ქარხნები მუშაობენ მშვენივრად და ხელი დაიოკონ და დაანებონ სახელებით და გვარებით ცნობილი ადამიანები, ვინც არიან ჩემთვის, დაანებონ მზია ამაღლობელის გაშავების კამპანიაში მონაწილეობას. ირაკლი დგებუაძეს არ აქვს არანაირი უფლება, არც მორალური მათ შორის და არც სამართლებრივი იყოს ამ ქალაქის პოლიციის უფროსი. ჩვენ ნახეთ კადრები მზია ამაღლობელის რაც გახდა მზია ამაღლობელის დაკავების მიზეზი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ის რაც ვნახეთ, სილის გაწონა პოლიციელის მიერ შეურაცხყოფის მიყენებაზე არის პასუხი და არის აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა და არა პოლიციელზე თავდასხმა, რასაც აბრალებენ მზია ამაღლობელს.